დაბრუნდით პირდაპირ ეთერში დღევანდელი შუათქმის მომდევნო სტუმრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკოა ჩვენი სტუმარი, ასევე ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თია გუნთაიშვილი, მოთა მონაწილეები მაგდა ლურია და გიორგი გიორგაძე. მოგესალმებით და მოდით ვუცხოთ ტელემაყურებელს, რომ რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდით ჩვენთან. და გაერო სახელმწიფო ასამბლეაში მიემგზავრებოდით. ხო, როგორც იცი, ბავშვები მიდიოდნენ მონაწილეობის მისაღებად და ორი გამარჯვებული ხავსია უკვე სახელი. დადებითი და ძალიან ბევრი ისეთი კეთილი სურვილებით გაგიშვით და იმედი ქონდა რომ გამარჯვებულები ჩამოხვიდოდით და საერთოდ გაიმარჯვა ერთ-ერთმა პროექტმა. ერთ-ერთმა პროექტმა დიახ, როგორც ტრიუმფალურად ნამდვილად ჩვენ წინა მოგილოცოთ რა თქმა უნდა და მეორე გამარჯვება უნდა გისურვოთ კიდე. წინა ეთერში დავაანონსეთ რომ იგვაქვს 3 სარეზოლუციო პროექტი, ამ 3-დან რა თქმა უნდა ქონდა იმედი რომ ერთი მაინც გაიმარჯვებდა, მაგრამ მოლოდინებს გადააჭარბა, ესე ვთქვათ, ჩვენმა იმან და ორი პროექტი გავიდა, ნახევარ ფინალი გაიარა და ფინალში ერთ-ერთმა მოიპოვა გრანტი და მეორე პროექტიც, რომელიც არის ეკოლოგიურ პრობლემებზე, ასევე გამარჯვება ჰპოვა. რომლის შესახებაც გრანტების მოძიებას უკვე საქართველოში ადგილობრივად დავიწყებთ და შესაბამისად მოხდება მეორე პროექტის განხორციელებაც. ხოლო რაც შეეხება პროექტი, რომელმაც გრანტი მოიპოვა, ამაზე უშუალოდ პროგრამის მონაწილე, პროექტის ავტორი ისაუბრებს. ეს როგორც ვიცით, დაწყებით განათლებას ეხება და პროექტი ეხება დაწყებით განათლების ხელშეწყობას საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისაც, ასევე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. ჩვენ გვინდა ამ ბავშვებს შევთავაზოთ სკოლის შემდეგ უფასო გაკვეთილები, სადაც მათ მიეწოდებათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და რა თქმა უნდა ეს გაკვეთილები იქნება შესაბამისი ჩვენი სასწავლო ეროვნული გეგმის, რომელიც პირველიდან მე-4 კლასამდე, მე-5 კლასამდე მოსწავლეებს აქვს სკოლაში და ასევე ჩვენ მათ დამატებით თავაზობთ სამოქალაქო განათლების კურსაც, სადაც ისინი ისწავლიან ბავშვების უფლებებს, ადამიანის უფლებებს ზოგადად და გაიცნობიან როგორ უნდა გახდნენ აქტიური მოქალაქეები და როგორ უნდა რა პერიოდულობის არის ეს, რა პერიოდის პროექტი ალბათ სექტემბრიდან უკვე დაიწყება და უკვე განხორციელებას შეუდგებით ამ პროექტის, მანამდე პროექტზე სამუშაო გეგმები გვაქვს და ჩვენი ვადები გვაქვს და ეს პროექტი ზოგადად წინამოსამზადებელი პერიოდია ამ დროისთვის პროექტის. დასაგებია, პერიოდი რა პერიოდულობა ექნება? დასაწყისი პროექტის იქნება 6 თვის განმავლობაში და 6 თვის განმავლობაში ეს იქნება საპილოტო ვერსია პროექტის და თუ რა თქმა უნდა პროექტი წარმატებით განხორციელდება და წარმატებული იქნება და დარწმუნებული ვარ რომ წარმატებული იქნება, შემდეგ გაგრძელდება რა თქმა უნდა ეს პროექტი. და რამდენ სკოლაში იქნება ეს სკოლაში არ იქნება, ეს იქნება ცალკე სატრეინინგო ასაკობრივი ზღვარი როგორ იქნება ეს? პირველიდან მე-5 კლასამდე მოსწავლეები, შესაბამისად ამ 5-დან 12 წლამდე მოსწავლეები. რამდენმა იმუშავეთ ჯგუფში საინტერესოა და ჯგუფში ვიმუშავეთ სამად ვიდეოდით უკვე რა ის პროექტი მაგალითად და მოდი გაიხსენე იქ აი წარდგენის პერიოდი. ძალიან ემოციური იყო პირველ რიგში. მე მყავდა ჩემი ჯგუფის წევრები, რომელთაც დღეს სამწუხაროდ ჩემთან ერთად არ არიან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ ესეთი გულითადი შრომისთვის. ეს არის ლიკა გეგოჩკორი და მარიამ ბოჭორიშვილი, რომლებიც ერთად ვიყავით და ერთად მუშაობთ და ჩვენმა გუნდურობამ და ერთად მუშაობამ განაპირობა ალბათ ჩვენი წარმატებაც, ალბათ კი არ დამწუნებული ვარ ამაში. რა თქმა უნდა, ქონდა აქედან мотиваცია და განწყობაც, რომ გამარჯვებას მოვიპოვებდით და მართლაც ესე მოხდა, გამართლა ჩვენი იმედები და გამარჯვებას ველოდებოდით, მაგრამ იმას არა, რომ 48 ქვეყანას შორის მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით ქართველები. ეხლა გიორგის თემას მინდა შევეხო, გიორგის განსხვავებული პროექტი ქონდა და გიორგი გითხარი. პროექტი შეეხებოდა ქაღალდის გადამუშავებას და მის დადებით მხარეებს. ჩვენ გეგმა იყო, რომ სკოლებში და უნივერსიტეტებში დაგვედგა ყუთები, სადაც ქაღალდს შევაგროვებდით და შემდეგ გადავამუშავებდით. დიახ. და ანუ ამ პროექტმა გაიმარჯვა, მაგრამ დაფინანსება ვერ მიიღო და საქართველოში ვეცდებით დაფინანსება ვერ მიიღო, იმიტომ რომ ქვეყნიდან მხოლოდ ერთი პროექტი უნდა დაფინანსებული. როგორც ვიცი, ეროვნული სამოსის ჩვენებაც გაიმართა, ხო? მისი სამოსი ეცოდეს მონაწილეებს და რამდენად დაინტერესათ იქ. ქალტონ თამას ტრადიციული სამოსი. თქვენ გადაგიხადოთ ოგმესი მადლობა ბავშვების დალოცვისთვის, წარმატებული იყო ჩვენი აქ მოსვლა პირველ რიგში. სამოს რაც შეეხება, ეცვათ ქართული ბრენდის მარიგოლდის სამოსი, ქართული ნაციონალური გათანამედროვებული ელემენტებით იქ იყო წარდგენილი ტრადიციულიც და თანამედროვე ხაზი.
მინდა აღვნიშნო, როგორ ის შემართებით მოირგეს ახალგაზრდებმა ეს 60 ისეთი შემართებით და პომპეზურობით დასწრდა 58 ქვეყანა ისინი და როგორც ვიცით, ყველა მოდიოდა და გთხოვდათ, რომ სურათი გავაგზავნოთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი არქივი აქვს ეს ბავშვებს ჩამოტანილი და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ამ ახალგაზრდების მხრიდან, გარდა იმისა, რომ თავისი ნიჭი წარადგინეს თავისი ქვეყნის კულტურა და მე მგონი დასაფასებელია და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და კომპანია Marigold და ქალბატონ პირადად ქალბატონ თამარ ნადირაძეს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადთ. დიდი მადლობა ჩვენს უნდა გადაუხადთ, იმიტომ რომ ჩვენ პირადად მეც მაქვს შეხება და ძალიან კარგი პროდუქციას აკეთებს. ასევე ვთქვათ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო და რომლებიც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და გვიჭერენ მხარს. ესენი არიან აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენი გარდა იმისა, რომ დავისწარით სესიებს და ესეთი გამარჯვება მოვიპოვეთ, ასევე შეხვედრა გქონდა საქართველოს მისიასთან და ძალიან საინტერესო ლექცია მოისმინეს საქართველოს მისიის წარმომადგენლებისგან და ასევე აღუთქვეს ბავშვებს ძალიან დიდი დახმარება სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ეს მოიცავდა ძირითადად გამარჯვებული თემის, ესე ვთქვათ, შემდგომ პოპულარიზაციას მსოფლიო დონეზე. და რაში გამოიხატება ეს? მსოფლიოში ძალიან აქტიურად დგას დევნილების თემატიკა და ამ პროექტშიც განათლების პროექტს ვგულისხმობ, ინტენსიურად იქნებიან დევნილი ბავშვები ჩართულები. და შესაბამისად თუ პროექტი იქნება წარმატებული, ჩვენ უკვე ამ თემას რეკომენდაციად გამოვიყენებთ სხვა ქვეყნის დევნილებისთვის. მიმართულება არის ეს? დიახ, პრიორიტეტული მიმართულება, იმიტომ რომ ძალიან მწვავედ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრი ქვეყანა დგას ამ დევნილების პრობლემატიკის წინაშე. და ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებები მოდის აბსოლუტურად ყველგან, ყველა დევნილთან, მაგრამ განათლების კუთხით არის, ესე ვთქვათ, ჩავარდნები და თუ ჩვენ პროექტი იქნება წარმატებული, შეიძლება რეკომენდაცია გახდეს უკვე სხვა ქვეყნებისთვის. მოდი ვთქვათ, ვის აქვს მონაწილეობა, ვის აქვს სურვილი და ვის შეუძლია უბრალოდ რომ ჩაერთოს ამ ორგანიზაციაში, ამ პროექტში და რის საშუალებას აძლევს მოზარდებს. მაგდამ ისაუბროს ამის შესახებ, იმიტომ რომ მაგდამ და მისმა ჯგუფმა ისეთი, ესე ვთქვათ, კი ძირითადი მიმართულება მივეცით ჩვენ ხელმძღვანელებმა, მაგრამ მუშაობის პროცესში ისეთ თემა დაამუშავეს, რაც ორმხრივი გამოდგა კომისიის წინაშე, ორმხრივად საინტერესო, იმიტომ რომ აქ არის სოციალურად დაუცველების და დევნილების თემატიკა და ბავშვების გადამზადება, ხელშეწყობა, ესე ვთქვათ, განათლების კუთხით და ასევე ამ პროექტში ერთვებიან სტუდენტები, რომლებიც ასწავლიან ამ მოსწავლეებს. მაგდა. აი მაგდას და გიორგის მსგავსად ახლა ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს. მოდი მაგდა შენს გთხოვ და გიორგისაც გთხოვ, როგორ საიდან გაიგეთ ამ პროექტის შესახებ, როგორ მოხდა თქვენი ჩართვა და როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, ვისაც თქვენს ნაირად უნდათ მოკლედ რომ მოვიდნენ და ითანამშრომლონ თქვენთან, გაიზიარონ თქვენი გამოცდილება და შემოიტანონ თავის პროექტები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციას ნაოფეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის, იმიტომ რომ რომ არა ეს ორგანიზაცია ალბათ ჩვენ ვერ წავიდოდით გაეროში და ვერ დავესწრებოდით ამ ასამბლეას და რომ არა ჯგუფი Youth for Democracy ალბათ ჩვენი არ იქნებოდა ესეთი კარგი და წარმატებული. მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ პროექტით, შეუძლიათ როცა გამოცხადდება უშუალოდ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ჩვენ რამდენიმე ეტაპად მოხდა ჩვენი კონკურსანტების შერჩევა, გავიარეთ გასაუბრება, ასევე აპლიკაციების მიღება იყო და ამ ეტაპების გავლით ჩვენ მოხდით ამ პროექტში, რადგან საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო. და სწორედ აქედან ჩვენ მოხდით ამ ლიდერ ბავშვებში და ჩვენ გიორგის კითხოთ ახლა, გიორგი, საიდან გაიგე შენ ამ პროექტის შესახებ? ინტერნეტიდან გავიგე ამ პროექტის შესახებ, გავიარე გასაუბრება და ასევე ტესტი ინგლისურ ენაში და ამირჩიეს მონაწილედ ასე.
კაპიტანიტა, როდის მოხდება კიდე, როდის გამოცხადება კიდე მონაწილეები? გამოცხადებულია უკვე სოციალურ ქსელში მომდევნო პროექტის მონაწილეთათვის შეუძლიათ ნახონ ინტერნეტში განაცხადი. და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ისე გითხარით? პირველი არის ის, რომ სულ გვაქვს 3 კრიტერიუმი, ეს არის უნდა გააჩნდეს ლიდერის თვისებები პირველ რიგში, ინგლისურ ენას იმდენად ყურადღებას არ ვაქცევთ ინგლისური ენის აკადემიურ დონეზე ცოდნას, იმიტომ რომ აუცილებელია სასაუბრო დონეზე კარგად იცოდეს, რომ მოსმენა და ესე ვთქვათ პროექტზე მუშაობა შეძლოს და ასევე განხორციელებული აქტივობები რა უკეთებია მას მანამდე სანამ მოვა ჩვენთან. სოციალურ ქსელში ჩვენ ჯობშიზე გვაქვს ეს განაცხადი ჩვენი ორგანიზაციით ILCML ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში ამ სახელწოდებით იქ არის სააპლიკაციო ფორმატს სამოტივაციო წერილისთვის ბმული შეუძლიათ შევიდნენ ამ განაცხადში და გამოაგზავნონ ჩვენთან სააპლიკაციო ფორმა. შესაბამისად მოხდება უკვე ჩვენი დაკონტაქტება აპლიკანტთან. ზოგადად სამოქალაქო კლუბის წევრები არიან თუ არ აქვს ამას არა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შანსს ვაძლევთ ისეთ მონაწილეებსაც, ვისაც არ აქვს სამოქალაქო აქტივობა განხორციელებული, მაგრამ გამოირჩევა ბავშვი ლიდერის თვისებებით, ესეთ მოსწავლეებსაც ვაძლევთ შანსს. შემდგომ უკვე ჩვენთან ხდება მუშაობა ინტენსიური, მაგდა და მისი ჯგუფი თვენახევარი ინტენსიურად მუშაობდნენ ამ პროექტებზე და სწორედ ამ მუშაობის შედეგი იყო გამარჯვება 3 სარეზოლუციო პროექტიდან 2 გავიდა. მინდა კითხოთ თქვენ ამ გამოხმაურება საზოგადოებაში, ქართული საზოგადოება როგორ შეხვდა ამას? საინტერესოა. პირველ რიგში არის ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენზე, ტელევიზიებზე, იმიტომ რომ საზოგადოებამდე მიგაქვთ თქვენ ამ ბავშვების ნიჭიერება და ჩვენ კიდევ გამომდინარე რომ გამოხმაურება დიდი მოყვა ამ პროექტებს ასევე შესაბამისად სხვადასხვა პროექტებსაც გეგმავთ და სამომავლო გეგმა მე შეიძლება დაგასწროთ ანუ ეს დავასწარი სამომავლო გეგმა რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა უკვე განაცხადები შემოდის ესეც გვაქვს ჩვენ ეს ჯობჯის ესე და გვაქვს აპლიკაცია უნდა შეავსონ 13 წლიდან ესეთი პროექტია მშვიდობა ხელოვნებისთვის ეს არის პროექტის ესეთი სათაური, მაგრამ შინაარსი არის ძალიან საინტერესო. ანუ იღებს მონაწილეობას 13-დან 17 წლამდე მოსწავლეები, ვისაც შეუძლია ხატვა, ანუ ხელოვნებაზე ვინც ემსახურება. აქვთ შესარჩევი წარმოდგენილი ექნებათ თემა ჩვენ დავბრუნდებით. საერთოდ მოგეხსენებათ ეს თემა ცოტა მტკივნეულია ჩვენთვის. ეს მხოლოდ ნახატი უნდა იყოს თუ შესაძლებელია თქვა ვისაც შეუძლია ფოტოგრაფირება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნახატებზე ვინც ხატავს ამაში მასალაში არ არიან შეზღუდულები ანუ ჩვენ იქ ყველაფერი გამოცხადებული გვაქვს თუ რა ზომა უნდა იყოს თუ რაზე უნდა იყოს ეს ნამუშევარი შემდეგ ეს შედგება კომისია და ეს ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ მივემგზავრებით სტრასბურგში და ამ ქართველი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოფენა იქნება. 50 ნახატია ხო რიტა როგორც შეირჩევა დაახლოებით. გარდა ამისა არის წარდგებით ქართული სამოსით, ხელნაკეთი ნივთებით, იქ იქნება ქართული თოჯინების გამოფენა, ანუ სტრასბურგში და წინა ეტაპი აუცილებლად ის რაც ჩვენ გვაქვს აპლიკაცია გამოცხადებული, ის აუცილებლად ვადა არის 1 თვის განმავლობაში, ანუ განაცხადის შევსების, როდესაც შეავსებენ 1 თვის განმავლობაში. არა, ნამუშევრები უნდა მოიტანონ ჩვენთან ოფისში, უნდა მოიტანონ და თემა არის ეს, ჩვენ დავბრუნდებით. და ეს თემა არ არის მარტო მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებზე, ჩვენ ჩავდეთ ის რო ყოფილიყო ძალიან ბევრი ჩვენთაგანის და დიდი ტკივილია ჩვენი ემიგრანტების საკითხიც და მე მინდა დავაანონსო თქვენთან და უთხრა იმ ბავშვებს, ვინც ამ ნამუშევრების შექმნას დაიწყებენ, რომ ეს თემაც შეუძლიათ მათ თავიანთ ნამუშევრებში, არ არსებობს მე მგონი ოჯახი, რომ ემიგრანტები ნათესავი არ ყავდეთ და საკმაოდ მე მგონი
საინტერესო თემატიკა ესეც. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. კიდე რა პროექტები გეგმება, მხოლოდ მხატვრებისთვის არის ეს გასაგებია, მაგრამ უფრო ფართო. როდის მითხრათ? მოვიცვათ უფრო ეს ფართო. იქნება მაისის დასაწყისში. იქამდე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები რომ ეს 50 ნამუშევრის გამოფენა იქნება, არა მარტო ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ და უწევთ პოპულარიზაციას კულტურას, აუცილებლად უნდა ნახოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ როგორი ბავშვები ყავს და როგორი მე დავამატებთ ამ პროექტით, რაც მაისის თვეში სტრასბურგში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებიან პარალელურად ამ ღონისძიებისა მონაწილეები. ეს არის ევროპულ დემოკრატიაზე კონფერენცია. შესაბამისად, ამაზეც გამოცხადდება კონკურსი სააპლიკაციო ფორმის შევსების სახით და იქნება მოსახლეობა, ესე ვთქვათ, ინფორმირებული ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით. ძალიან საინტერესო კონფერენცია გახდება. გითხოთ კიდევ ერთხელ. მოდი უთხარი შენს თანატოლებს, რის საშუალებას გაცნობს ამ პროექტში ჩართვა და რა შეგვატა ამ შეგიძლიათ გითხრათ? პირველ რიგში უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც პირადად მე მივიღე, ასევე იმ ლიდერული უნარჩვევების დახვეწა და განვითარებაც, რადგან ამ ქვეყნებს შორის შენ გიწევს, რომ წარადგინო შენი პროექტი, შენი ქვეყანა, შენი ჯგუფი და განვითარო ეს პიროვნული უნარჩვევები, ასევე ის, რომ აუცილებლად დაგეხმარება ეს ყველაფერი ხელი შეუწყო შენი კარიერულ წინსვლას და მის განვითარებას, რადგან საერთაშორისო დონეზე შენ ხარ უკვე მხარდაჭერილი გაეროს ახალგაზრდული ანსამბლის მიერ და კი ნამდვილად და თითოეულ ახალგაზრდა სტუდენტს თუ სკოლის მოსწავლეს აქვს საშუალება რომ მიაღწიოს ამას და ნამდვილად ეს შანსი ხელიდან არავინ არ უნდა გაუშვას. მოდი გიორგი და ასევე ლიდერობის თვისებები განვითარდა ამ პროექტმა ძალიან ბევრი შემძინა ამ კუთხით. და ურჩევ შენს მეგობრებს ალბათ. კი რა თქმა უნდა, ნებისმიერს ურჩევ ისეც უნდა რომ თანატოლებს. ამ კუთხით მიიღოს გამოცდილება. და კიდევ ერთ დავამატებ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გაეროს ახალგაზრდულ ანსამბლიაში, შემდეგ საშუალება აქვთ, რომ გახდნენ გაეროში მომუშავე პერსონალები და ჩაებან ამ ცხოვრებაში, ასე რომ ეს ძალიან დიდი შანსია და ასევე გამოწვევა ცხოვრებისათვის. საინტერესო და რა პროფესია გაქვთ შერჩეული ამას? საერთაშორისო ამჟამად პირველ კურსზე ვარ და ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს, ზუსტად ის არის, რაც მინდოდა და ეს აუცილებლად დამეხმარება მომავალში კარიერულ გზაზე. კი ბატონო, მე გისურვებთ, რომ რომელიმე ქვეყანაში აგიცვათ ჩვენი ქვეყნის. და ასე უნდა მეურვეობა. მოკლედ, პედაია თანახმავა. ისე თქვენ ძალიან კარგი ფეხი გაქვთ და არ არის გამორიცხული არა. ძალიან გვიხარია, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა რომ გაიმარჯვა, იმიტომ რომ მართლა ესეთი გულით გაგაცილეთ, რომ დიდი იმედები გქონდათ თქვენ და ახალგაზრდებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ორგანიზაციებისთვისაც, ამ ახალგაზრდებისთვისაც, იმიტომ რომ საზოგადოება თუ არა თქვენ ვერ გაიცნობს ამ ახალგაზრდებს. ჩვენ რა თქმა უნდა მსაჯვართ, რომ ვერსახუროთ ამ ბავშვებს და ამ ახალგაზრდებს, რომ მათ უფრო მეტად წარმოაჩინონ საკუთარი თავი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რაღაც. და გაიცნოს საზოგადოება, რომ ესეთი კარგი ახალი თავმოყრილი ჩვენს ქვეყანაში და ნამდვილად გამორჩეული დელეგაცია იყო, ჩვენი დელეგაცია, ამას თამამად ვიტყვი. მაგრამ ეს იყო დამსახურება ჩვენი ახალგაზრდების. მე მოვუწოდებ თქვენს თანატოლებს, რომ ისინიც აქტიურად ჩაერთონ ეს მსგავს პროექტებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. წარმატებები გისურვებთ. დაგემშვიდობებით და მოდი შევახსენოთ ირაკლი ტელემაყურებელს, ჩვენი სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცებისთვის დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკო, ასევე ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა გუნთაიშვილი და მონაწილეები მაგდა ლორია და გიორგი გიორგაძე. დაგემშვიდობებით ჩვენ რამდენიმე წუთში ახალი ბლოკით, ახალი სტუმრით, ახალი თემით და ძალიან საინტერესო ახალი ამბებით დაგიბრუნდებით, ასე რომ მიყავით ჩვენთან.